ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მზია ხეთაგურის პოეტური კრებულის უფლების უფლება პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში შესულია 200-მდე ლექსი და პოეტური ციკლი, მავთულხლართები, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემებს ეხმაურება. მე გამოვეცი წიგნი, რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე იწერებოდა. ეძღვნებოდათ ლექსები ადამიანებს, ვინც მიყვარდა. ან ვინც ჩემში აღძრა რაღაც გარკვეული სურვილი მისთვის ლექსი დამეწერა. წიგნში შეტანილი მაქვს მავთულხლართები, ასეთი განყოფილება. ცხინვალისა და აფხაზეთის ტკივილებზია. ეს წიგნი მომავალთაობებს შეახსენებს იმას, რომ არსებობდა მავთულხლართები, არსებობდა ასეთი პრობლემა და არსებობდა პრობლემა სოხუმისა და ცხინვალისა. ღმერთმა ქნას მომავალში ეს მხოლოდ წარსული იყოს. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა საზოგადოებას, რომლებმაც მომილოცეს დღევანდელი საღამო ისე დამთავრდა, რომ მაყურებელი და მსმენელი აკმაყოფილი. საღამოზე ანსამბლი ახმა მზია ხეთაგურის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შეასრულა. კომპოზიტორმა ია მაისაიამ მზია ხეთაგურის სიმღერა მიუძღვნა. მზია ხეთაგური არის მართლა მოვლენა. ეს არის ადამიანი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული. შესანიშნავი პოეტი, შესანიშნავი პროზაიკოსი, დრამატურგი. აქ მან დაუკრა შოპენი. ეს არის ღვთით ბოძებული ნიჭი. როგორი პატრიოტია. მისი სიტყვებია: მე სამშობლო უფრო მიყვარს, ვიდრე სამშობლოსადმი სიყვარულის დემონსტრირება. ამით ყველაფერი ნათქვამია. მე დღეს სურპრიზად მიუძღვენი მის ლექსზე დაწერილი სიმღერა ახლავე. წიგნის წარდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა. მშვენიერი საღამო შედგა, რომელიც მიეძღვნა ცნობილი პოეტის მოღვაწის ქალბატონ მზია ხეთაგურის მორიგი წიგნის პრეზენტაციას. ქალბატონმა მზიამ ამჯერადაც დიდი ადგილი დაუთმო ერთ-ერთ მთავარ სატკივარს მისთვის და ჩვენთვის ქვეყნის სატკივარს, ეს არის აფხაზეთის თემა. დღეს სხვა განწყობა, სხვა წუხილი გაჟღერდა მის ლექსებში და მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა მას უთხრა იმ საოცარი სითბოსათვის და იმ მოგონებებისათვის, რომელსაც ატარებს და მიუხედავად ტრაგედიისა, სიყვარულისა, მაინც არის წმენა, რომ ყველაფერი დაუბრუნდება თავის ისტორიულ ადგილს. პოეტი მზია ხეთაგური გახლავთ განსაკუთრებული მოვლენა, პიროვნებაა განსაკუთრებული და მას თავისი როლი აკისრია როგორც ქართულ ლიტერატურაში, ისე ქართულ კულტურაში. მე მინდა მიულოცო ჩვენ საზოგადოებას აი ეს მშვენიერი დღე, მშვენიერი საღამო. კიდევ ერთხელ წარმოჩინდა ის თუ რას ნიშნავს სიტყვა, რას ნიშნავს სიტყვის მუსიკა და სიტყვის ფილოსოფია დღევანდელი საქართველოსათვის. ჩვენმა ერთ-ერთმა საუკეთესმა პოეტმა წარადგინა ლექსების კრებული, რომელიც ერთგვარი წერილებია თანამედროვეებისადმი, მისი მეგობრებისადმი, ცნობილი ქართველი პოეტებისადმი, ხელოვნების სხვადასხვა წარმომადგენლებისადმი. ასეთი პრაქტიკა, ასეთი დამოკიდებულება პოეზიისადმი ზოგადად ცნობილია, მაგრამ დღეს ორიგინალურია იმით, რომ ქალბატონმა მზიამ თავისი მაღალი პოეტური ოსტატობით, თავისი სითბო და სიყვარული გამოხატა თავისი თანამოკალმეებისა და ზოგადად ადამიანების მიმართ.